ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო. აქ უკვე უწმინდესის და უნეტარესის შიო მესამის ინტერვიუ. ოღონდ ჯერ მაშინ იყო იღუმენი. წლების წინ ვამბობ ამას და ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო და იქ ეკითხებია პატარ-პატარა ესეთი მოკლე შეკითხვები და პასუხებია და ის ამბობს, რას უნდა ებრძოლოს ადამიანის საკუთარ თავშიო და მე ესე მახსოვს მან რაც თქვა რომ საკუთარ თავშიო თავის პატარა კაცს უნდა ებრძოლოს. რა არის ეს პატარა კაცი, იცი? აი ხო გაგონიათ სიტყვა დიდსულოვანი. ადამიანში არის დიდი კაცი. ადამიანში არის პატარა კაცი. აი მაგალითისთვის ვიტყვი. ეხლა მე აქ იმიტომ დავხატე ესეც ჩვენშია და ესეც შეიძლება ჩვენში იყოს. აი მაგალითისთვის ვიტყვი. დაუშვათ აი ამ ცუნცულას ნამცხარი მოუტანეს. ეხლა ეს თუ იტყვის რომ მოდი ჩემს დედმამიშვილს ნაკლები შეხვდეს და მე დიდი შემხვდეს. მაშინ ის როგორ მოიქცა, როგორც დიდი კაციც, როგორც პატარა კაცი. როგორც პატარა კაცი. ჩვენში არის პატარა კაცი. და ჩვენ, როდესაც ჩვენს თავზე ვფიქრობ და ასე ვიქცევით, აი ეს პატარა კაცი იმარჯვებს. დიდი კაცი როდის გაიმარჯვებდა, იცი, როდესაც შენ დაუთმობდი არჩევანს. შენ ამოირჩიე, რომელი ნაჭერი გინდა და მე ავიღებ მე. გესმით? აი მაშინ იმარჯვებს როდესაც შენ გადაწყვეტ რომ სხვას რომ უნდა ეგრე გააკეთო, მაშინ დიდი კაცი იმარჯვებს. აი მაგალითისთვის ვიტყვი. მამამთავარი აბრაამი ყველას გაგონიათ. როდესაც ეგვიპტიდან ბრუნდებოდნენ, ის და მისი ძმისშვილი ლოტი ძალიან გამდიდრებულები იყვნენ. ბევრი ცხარძროხა ჰყავდათ. და მათ მწყემსებს საძოვრების გამო ჩხუბი მოსდიოდათ. აბრაამმა უთხრა თავის ძმისშვილს, აი აბრაამში ეს დიდი კაცი იმარჯვებდა ყოველთვის. აბრაამმა უთხრა თავის ძმისშვილს, რატომ უნდა მოსდიოდეთ საძოვრების გამო ჩხუბი ჩვენს მწყემსებს? აი გაიხედაო ეს მიწავა შენს თვალწინარიო. შენ თუ მარჯვენა მხარეს აირჩევ, მე მარცხნივ წავალ. შენ თუ მარცხნივ აირჩევ, მე მარჯვნივ წავალ. აი ეს იყო დიდი კაცის გამარჯვება. რატო იცით? თვითონ კი არ აირჩია. როგორც უფროსმა, როგორც ბიძამ, როგორც მის გამო იყო გამდიდრებული ლოტი. არამედ სხვას დაუთმო, შენ აირჩიე. და რასაც შენ არ აირჩევ, არ მოგეწონება რა? იმას ავირჩევ მე. ანუ ნახეთ რა ჩათვალა. რასაც შენ არ აირჩევ, ესე იგი მე ღმერთმა ის მარგუნა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი მაგალითისთვის ვამბობ. დავუშვათ გოგონები არიან. და სადღაც მიდიან დაბადების დღეა თუ რაღაცა დები არიან ერთნაირი აღნაგობის დავუშვათ ერთნაირი მაისურებით ერთნაირი კაბები რომ მოერგებათ ისეთ თუ აი რომელიც იტყვის რომ თავის გულში გადაწყვეტს რომ მოდი ჩემმა დამ აირჩიოს ჯერ რომელი კაბა მოსწონს თუ ჯერ მან ჩაიცოს ესე იგი მაშინ იმ დიდმა კაცმა გაიმარჯვა. მაგრამ თუ იქ ჭიდაობა მიდის რომ მე დავასწრო და მე ჩავიცვა ჯერ ის რაც მე მომწონს. ესე იგი ჩვენში იმ პატარა კაცს უნდა გაიმარჯვა. ან იქნება, ან შეიძლება ვაჟების შემთხვევაშიც იგივე მოხდეს. აი რაზეც კიდეც აღარ ვამბობდით. აი ზეთისხებაზე რომ მიდიხარ შეუნდა თქვა მოდი მე უკან დავდგები. მერე ვიწყებ ზეთს, ესე იგი შენში დიდმა კაცმა გაიმარჯვა. შენში სხვაზე ფიქრმა გაიმარჯვა და ესე იგი შენში ქრისტემ გაიმარჯვა. და ეგ არის ქრისტიანობა. ჩვენ შეიძლება აქ რომ მოვდივართ, აი ყველაფერი ზედმიწევნით ვიცოდეთ. ბიბლიაში ვინ რა როგორ რანაირად თუ ისტორიიდან თუ ლიტერატურიდან თუ რა ყველაფერი. მაგრამ აქ თავარი ცოდნა კი არ არის. აქ თავარი ამ ცოდნის სასიკეთოდ გამოყენება. თორე ეშმაკმა ყველაფერი იცის. აი მთელი ცხოვრება რომ აი სულ წიგნებში რო იზრდება ყველაფერი იმეცადინო, იმაზე მეც ვერ ისწავლი, ეშმაკმა რო იცის, იმდენსაც კი ვერ ისწავლი, ცოტათიც კი ვერ მიუახლოვდები.
რაც მან იცის. მაგრამ მარტო ცოდნა არის? ცოდნა კი არ არის, იმ ცოდნის სწორად გამოყენება. როგორ ამბობს შოთა რუსთაველი, არავიქ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოს და ბრძნობისაო. შენ თუ არ გააკეთე, შენ ცხოვრებაში თუ არ განახორციელე რაღაც, მერე რა ყველაფერი იცი. იმ ყველაფერს ფასი მაშინ ეძლევა, როცა შენ მას საქმეში ჩართავ. და როდესაც ჩვენ ქრისტიანობაზე ვლაპარაკობთ, ესე იგი, როდესაც შენი გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის არის, ნეტა იმას როგორ უნდა და ისე გააკეთე.